მოგესალმებით უპირველეს ყოვლისა ჩვენს სტუმრებს, მივესალმებით ჩემს სათაყვანებელ მართლმადიდებლებს და უღრმესი მადლობა, რომ ეს შეხვედრა შედგება ერთმანეთის ერთსულოვნებით. რამე თუ ჩვენი ღონისძიების ავტორი და სულისჩამდგმელი არის არასამთავრობო ორგანიზაცია ერთსულოვნება, რომელიც პატრიარქის კურთხევით მოქმედებს თითქმის 1 წელიწადია. ჩვენ დიდი სურვილი იყო გავერთიანებულიყავით ამ კოალიციაში და სამეგრელოს ზემო სვანეთის სახით ეს შეხვედრა წარმოდგენილი იყო ჩატარებული ყოფილიყო მარტვილში. რამე თუ მარტვილი არის არათუ მარტო სამეგრელოს, არამედ სრულიად საქართველოს სულიერების ფესვებია გათქმული მარტვილში. თავისუფლებას ვაძლევ, რომ ეს სიტყვები თქვა ხმამაღლა. ამიტომ უღრმესი მადლობა მობრძანებისათვის. უღრმესი მადლობა მარტვილელებს ღირსეული დახვედრისათვის და ამ მადლობას მე გავამისდი შეხვედრის ბოლოსაც. დიდი მადლობა. დღეს ჩვენი სტუმრები არიან საქართველოს საზოგადოების ღირსშესანიშნავი თვალსაჩინო მოღვაწეები, რამე თუ თქვენ თვალს თუ გადავლებთ ამ ადამიანებს, მიხვდებით, რომ დღეს ჩვენ კიდევ ერთხელ მაღალ საფეხურზე ავედით, რამე თუ ჩვენთან ახლოს არიან ეს ადამიანები და ჩვენ ერთმანეთთან ერმა და ბერმა ხელისხელ ჩაკიდებულად უნდა ვაშოროთ ხვალ ღირსეული საქართველო. ჩემთვის უაღრესად დიდი პატივია თქვენს წინაშე წარდგომა, ესეთი დამოკიდებულება, ასეთი სიყვარული, ასეთი ყურადღება. მართალი ბრძანეთ, ეს სიტყვა ღვთიდან ჩამოყალიბებული უფლის ნება და პატრიარქის მიერ შეძახილი ჩვენი ქართული ხალხის მიმართ. ერთსულოვნება მართლა საჭიროა ყველა მემართულებით და ძირითადად ჩვენს გულებში, ჩვენს ურთიერთობაში და ჩვენ ერთმანეთთან დამოკიდებულებაში. დრო აღარ არის ერთმანეთის კაქილიკების, ერთმანეთის ქიშლობის, ჩვენ ძალიან დიდი მონაპოვარი მოვიპოვეთ. ჩვენ დავიბრუნეთ ჩვენი მამული. ეს მამული აღარ უნდა დავკარგოთ ხალხო. ამისათვის არის საჭირო ჩვენი ერთსულოვნება და ჩვენ ამას მივაღწევთ. მე მინდა გაცნობოთ, რომ თბილისში გაფორმდა გაერთიანების მემორანდუმი, სადაც გაერთიანდნენ 30-ზე მეტი ორგანიზაცია, საზოგადოებრივი ორგანიზაცია, მათ შორის ლაზარე, მათ შორის ვეტერანთა ასოციაცია, ავღანელთა კავშირი, ინვალიდთა ასოციაცია, ჟურნალისტთა კავშირი, ადვოკატთა ასოციაცია, უხუცესთა საბჭო, მეზოჭხიძის მეთაურობით და ასე შემდეგ, ბევრი ორგანიზაცია, რომლებიც შეუდგნენ ერთ დიდ ამოცანის შესრულებას. რა შექმნა რომ ეს ამოცანა ძვებას ებობს. დღევანდელი მონაპოვარი, რომელიც ქართულმა ხალხმა 1 იანვარს დაამკვიდრა და ოფიციალურად, ასე ვთქვათ, დოკუმენტალურად გაფორმდა, ისიც გარკვეული საფრთხის წინაშე დააყენეს და 2 თუ 3 დღის განმავლობაში ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არ გამოავლინა გასკვნა და მთელი მაქინაციებით 66 დეპუტატი შეიყვანეს პარლამენტში. ეს ძალიან დიდი შეცდომა და დიდი, ასე ვთქვათ, დანაკარგია ჩვენი ქვეყნისთვის. ესეც არ ეკმარეს და დღენიაკან მიმდინარეობს საბოტაჟი და რევანშიზმი. ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენლები საზოგადოების დაახლოებით 150 კაცი შევკრიბეთ ჩვენ ერთ კონფერენციაზე და ვთხოვეთ განმარტება არსებული ვითარების, რა ხდება ქვეყანაზე და რა შესაძლო პერსპექტივები შეიძლება გაყიდვას. ყველამ ერთხმად განაცხადა, რომ ყველა პრობლემა მოდის ერთი პიროვნებისგან.
ის განპირობებულია დაანგრიოს ქართული კულტურა. დაანგრევით მისულია უკვე თითქმის უსტუშია გადაჭრილი. ის განპირობებულია ყველანაირად ხელი შეუშალოს ქართველი ადამიანის განვითარებას, ქართული გენის განვითარებას, ქართული სულის აღზევებას, ქართული ეკლესიის სიწმინდეს. მას მითხარით, რა მორალური უფლება აქვს ასეთ ადამიანს იყოს ქვეყნის პრეზიდენტი. მით უმეტეს, როდესაც ნებისმიერ დროს თავის გუნებაზე იღებს ნებისმიერ კანონს და მით უფრო იღებს და ჭრის და ჩეხავს თავად ძირითად დოკუმენტს, რასაც კონსტიტუცია ქვია. მეგობრებო, კონსტიტუციაში ერთი მძიმის შეცვლის უფლება არ აქვს არავის, გარდა ხალხისა. ხალხმა თავად უნდა დააკიცოს ნებისმიერი ცვლილება კონსტიტუციური თუ იქნება ეს საჭირო და მნიშვნელოვანი. და მან კი თავის გუნებაზე გაიგრძელა პრეზიდენტობის ვადა და დღეს ცალსახად აცხადებს ესე ვთქვათ სურვილს, რომ ხელმეორედ დაუბრუნდეს სათავეებს და დაითხოვოს პარლამენტი და გამოაცხადოს საგანგებო მდგომარეობა. ეს დაუშვებელია. ამას საზოგადოება არ დაუშვებს და ყოველთვის დაუდგება და ხმას აიმაღლებს ამ ვაქხანალიის წინაშე. ზუსტად აქედან გამომდინარეობს ჩვენი შემართებაც და ჩვენი ერთსულობაც. ჩვენ პატარა ნაბიჯი გვაქვს გადასარგებელი. ეს პატარა ნაბიჯი დაისმევა, უბრალოდ დამთავრდება 4 იანვარს და 4 იანვარს ქართველი 4 იანვრიდან შობის წყინვალე დღესასწაულს გაითენებს ქართველი ბედნიერს და ყველა იქნება ახალებული. ისმინოს ჩვენი ვედრება. ჩვენ დიდსურვანი ხალხი ვართ. ქართველებს გვაქვს შეცდომა იმისი, რომ ყველაზე ბოროტ ადამიანსაც კი შეიძლება ვაპატიოთ. ვთხოვ უფალს, შთააგონოს ამ ადამიანს, რომ ქართული ნება შეასრულოს, ქართული ერის ნება შეასრულოს და გააკეთოს ის ნაბიჯი, რომ ქართული ხალხი იყოს ბედნიერი. თქვენ წარმოიდგინეთ, არსებობს ესეთი ნონსენსი. კონსტიტუციის 70-ე მუხლი ცალსახად განსაზღვრავს პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადას. ეს არის 5 წელი. არჩევნების დღეს, რა თქმა უნდა, ვირჩევ პრეზიდენტს და პრეზიდენტის ძალაუფლება ან უფლებამოსილება შედის მისი ფიცის მიღების დღიდან. მან ფიცი დადო 2008 წლის 20 იანვარს. ესე იგი 2013 წლის 20 იანვარს მას უწყდება უფლებამოსილება და ის აღარ არის ქვეყნის პრეზიდენტი. ჩვენ ქართველმა ხალხმა მას ხელშეკრულება არ გაუგრძელეთ. არსებობს ესეთი სტერეოტიპი იურისპრუდენციაში, თუ მხარეები დუმან, ხელშეკრულება გრძელდება. მაგრამ ჩვენ მხარე, ქართველი ხალხი არ დუმს და აი ეს ჩვენი ხმა გამოხატულია ზუსტად ამ ხელმოწერებში. ჩვენ რესპონდენტებმა დამისვეს შეკითხვა, როგორ მიგაჩნიათო თქვენო ხალხმრავლობა არ გაქვთ. ჩვენი ხალხმრავლობას არ ვეძებთ, ჩვენ ხელმოწერებს ვაგროვებთ და აი ამ ხელმოწერების შეგროვება გამოქვეყნდება მთელ მსოფლიოს ასპარეზზე და დაანახეს, რამდენი ადამიანი არ უჭერს მხარს მის პრეზიდენტობის გაგრძელებას. მოკლედ იმის თქმა მინდა, შემოკარგებო, რომ ჩვენ სწორ გზას ვადგავართ. ჩვენ ვადგავართ იმ გზას, რაც ნამდვილად მიგვიყვანს დაძრამდე. და გაუმარჯოს ჩვენ გზას და გაგიმარჯოთ თქვენ ქართულ ხალხო, რომ ასე ძლიერად მდგარად ხდება. დიდი მადლობა. მე მინდა ძალიან დიდი მადლობა მოვახსენო აქ ჩვენს მამებს, რომლებმაც მოსაკუთრეობის გამოყვნენ და ესე ვთქვათ, სიძლიერე მოგმატეს ჩვენ. ასეთი დამოკიდებულებაა ყველგან. ვიფასებოთ, თქვენი გულებიდან ამოხეთქილი ეს სიყვარული და ენერგია იმხელა იმპულსაციას იძლევა, იმხელა შემართებას იძლევა, რომ ჩვენ წინ არაფერი აღარ დადგება. ჩვენ სხვათა შორის ნიშანდობლივად დავიწყეთ ჩვენი აქცია დასავლეთის მიმართულებით და ზუსტად 19 დეკემბერს, როდესაც ქუთაისში ააფეთქეს, კი არ დაანგრიეს, კი არ დაშალეს, ააფეთქეს დიდების მემორიალიდან, მან კიდე დედაშვილის მსხვერპლი გამოიწვია. ჩვენ თბილისში დავით აღმაშენებლის ძეგლი, სადაც ამშვენებდა ჩვენს დედაქალაქს, აი იმ ადგილიდან დავიწყეთ ჩვენი სვლაგვეზი. სხვათა შორის სამწუხაროდ ბატონი რეზო ჩხეიძე ქუთაისში ჩამოყვა და ძალიან მხნეთ იყო, მაგრამ ცოტა მოგვიანებით შეუძლოდ გახდა და აღარ გავრისხით და
დიდი ხვეწნამუდარი დავაბრუნეთ იგი უკან და ბევრი ასეთი სიცივის გამო ბევრი ასეთი ადამიანი გამოგვაქვს მაგრამ ჩვენ მხარს გვიჭერს და ფეხს არ იცვის ჩვენ გვერდიდან ბატონი გუჯაბორდული მე ვისაუბრებ მას ამ ზუსტად ადამიანს რომელიც ბევრი ხარ ჩვენ გვაქვს სილამაზის მოკლედ ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი დღესასწაულთა შეხვედრა ძალიან კიდევაც წამყვანმა რომ ეს ფესვებია საქართველოს ჩვენ დავით აღმაშენებლის ძეგლიდან დავიწყეთ და ჩამოვედით ჭყონდიდელის მიწა-წყალზე სადაც ქართული სული, ქართული კულტურა, ქართული სიბრძნე ყვაოდა და ყალიბდებოდა თქვენ წარმოიდგინეთ საქართველოში დაახლოებით 300,000 ადამიანი არის ან დატყუებული, ან ციხეში ნამყოფი, ან პრობაციონერი, რომელთაც უფლება არ აქვს სახელმწიფო სამსახურში მუშაობა. ეს 300,000 ადამიანი ირჩეოდა იმ შეფასებით, როგორი შეფასებითაც უნდა შერჩეულიყო ადამიანი სახელმწიფო სამსახურში. სპეციალურად რომ ისინი მერე იმ სამსახურში აღარ მისულიყვნენ და არ ჰქონდათ შესაძლებლობა. მთელი სახელმწიფო სტრუქტურა გადასულია დამონების პრინციპზე. დამონებული ხალხი, რომლებიც შიშით, რომელიც რაღაც ესე ვთქვათ, იმებით მიბმულები არიან, აი ასეთი ქვეყნის მშენებლობას ახორციელებდნენ 9 წლის განმავლობაში და მე არ შემიძლია არ თქვა, ის გულისწყრობა და ის სინანული რომელიც დასავლეთის მხრიდან მომდინარეობს. Როგორ შეიძლება 9 წლის განმავლობაში საერთაშორისო ორგანიზაციებს არ ქონოდათ ინფორმაციები და არ ხედავდნენ იმ მსგავსებას, იმ დაჭერებს, იმ პოლიტიკური ნიშნით რეპრესიებს და მასზე არ აკეთებდნენ რეაგირებას და განცხადებებს და ახლა 2 თვის განმავლობაში ატეხეს აჟიოტაჟი და თურმე იქცევა საქართველოს. საქართველოს მიუხედავად ჩვენ თვითონ და ჩვენი ხალხი განსაზღვრავს საქართველოს ბედნიერებას. კონსტიტუციაში წერია კიდეც, რომ სახელმწიფო ძალაუფლება ეკუთვნის ხალხს და ხალხია განსაზღვრული თავიანთი წარმომადგენლებით. ჩვენ 1 ოქტომბერს ავიჩიეთ ჩვენი წარმომადგენელი და ჩვენ მას ვენდობთ და ვაძლევთ შესაძლებლობას, რომ მან თავი გაართვას და გავუმარჯოს მათ შემართებას და გავუმარჯოს ჩვენ შემართებას მათთან ერთად. ამ დღეს, როდესაც ჩვენ ესეთი მართლა სერიოზული შემართება დავსახეთ და დავიწყეთ, არ მინდა აღნიშნის გარეშე გამომჩეს ის დამოკიდებულება, რომელიც ჩვენი ორგანიზაციის მიმართ განხორციელდა. ხალხი თავად გამოხატავს სურვილს ჩვენთან ურთიერთობისა და ჩვენს გვერდით ყოფნისა. აქედან გამომდინარე ჩვენ დავსახეთ გეგმა და დავიწყეთ რეგიონალური ოფისების გახსნა. პირველად ჩვენ ახალციხის და სამცხე-ჯავახეთის რეგიონალური ოფისი გავხსენით, მთელი წარმომადგენლობით ვიყავით ჩასულები. ძალიან დიდი აქცია იყო გამართული ამ მეფეთა მიწაზე, მეფეთა დასაყრდენ მიწაზე და დღეს იმდენად აქტიური გამოვიდა ეს რეგიონალური ორგანიზაცია, რომ ყველა ჩვენს აქციას თანამონაწილეობდა და მე მადლობა მინდა მოახსენო. ფეხზე წამოდიოქით ახალციხის წარმომადგენლები, სამცხე-ჯავახეთის წარმომადგენლები და მიუხედავად ჩვენ ხალხური ასეთი ორგანიზაციების პარალელურად გახსნის რეჟიმი გვაქვს. ჩვენ 2 დღე ვიმყოფებოდით ქუთაისში და იმერეთის რეგიონალური ოფისი დავაბრუნდით, სადაც ძალიან ბევრი სერიოზული აქცია გავმართეთ. პირველ რიგში ჩვენ პარლამენტთან, უბრალოდ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ეს მემორიალი ააფეთქეს, იქ გავმართეთ შეხვედრა მოსახლეობასთან. შემდეგ ჩვენ წარმომადგენლობითი დელეგაციით შევედით პარლამენტში. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი. ჩვენ როგორც დაუშვათ ერთსრულობა საზოგადოების უფლებებისათვის კი არა მარტო, ან როგორც მემორანდუმში გაერთიანებული ორგანიზაციები კი არა მარტო. ჩვენ შემოგვიერთდნენ წარმომადგენლები აფხაზეთიდან, წარმომადგენლები ოსეთიდან, აჭარიდან და ყველა კუთხიდან თუ შეიძლება ითქვას და მართლა ესეთი წარმომადგენლობითი დელეგაციით შევედით პარლამენტში, შევხვდით პარლამენტის თავმჯდომარეს ბატონ დავით უსუპაშვილს და მის მოადგილეს მანანა ყობაღიძეს და ძალიან სერიოზული რჯაბაასი გავმართეთ.
ჩვენ ბატონ ლეზოჩხეიძეს ჰქონდა სურვილი და ჩვენ ამისათვის მივმართეთ კიდევაც ოფიციალურად პარლამენტს, რომ ბატონ ლეზოჩხეიძე გამოსულიყო ხდომაზე, სასესიო ხდომაზე და სიტყვით მიემართა პარლამენტის წევრებისთვის, მაგრამ სამწუხაროდ რეგლამენტის კანონიდან გამომდინარე უფლება მოსილება არ აქვს მათ ასეთი, აი ხო ხედავთ რამდენად ესე მოწყვეტილია ხალხთან სახელმწიფო სტრუქტურები. ისეთი კანონებია მიღებული, რომელიც არანაირ ხალხის ნერვის ბერკეთს, ხალხთან ურთიერთობის სურვილს არ გამოხატავს. ელემენტარულად საზოგადოების წარმომადგენელს როგორ არ უნდა ქონდეს პარლამენტში გამოსვლის უფლება. მით უმეტეს, როდესაც ასეთი ბევრი მუხა 86 წლის ლეზოჩხეიძე ჩამოვა და გთხოვს სიტყვის მიცემას. მაგრამ კანონი არ აძლევს ამის შესაძლებლობას. ჩვენ გადავეცით ჩვენ პეტიცია, ჩვენი წერილი და თავარი რაც უთხარით იქ და რაც გავაჟღერეთ, რომ ხალხი შეშფოთებულია, ხალხს საშიშროების მოლოდინი აქვს, ხალხს აქვს ის დეზინფორმაცია, რომელსაც აღწერებს ეს მონარჩები ნაციონალური მოძრაობის წევრები. ამიტომ თქვენ ხართ ის ხალხი, ვინც ამ საკითხებს აგვარებს და კეთილინებთ და მოაგვარებთ და ხალხს აჩვენებთ, რომ თქვენ ზრუნავთ მათზე. ჩვენ ასევე მინდა გითხრათ, რომ ჩვენი ორგანიზაციის ეგიდით შეიქმნა სამეცნიერო საბჭო თბილისში. ამ სამეცნიერო საბჭოში მოწვეული იქნა თუ შეიძლება ითქვას, აი ყველაზე მაღალი კლასის სპეციალისტები იურისპრუდენციაში. ესენი არიან მიგია ოქრეხილიძე, ჯონი ხეცურიანი, ბიძინა სავანელი, ვენედი ბენიძე და ასე შემდეგ. 15 პერსონა იყო იმ დღეს ჩვენს ხდომაზე და მიმდინარეობს სერიოზული მუშაობა საკონსტიტუციო რეჟიმში. თუ რა ბერკეტებით შეიძლება კიდე ალტერნატიულად ჩვენ მიზანს მივაღწიოთ. ამასთან დაკავშირებით დღე-დღეზე ამის შესახებ თქვენ გაზეთებში გაეცნობით, რომელიც აქ დაიგდება და დღე-დღეზე ჩვენი ეს სამეცნიერო საბჭო გამოიტანს დასკვნას და მიიღებს დასკვნას, რომელსაც პირდაპირ გადავცემთ პარლამენტს რეკომენდაციის სახით, მივაწვდით საკონსტიტუციო სასამართლოს და გავაგზავნით საერთაშორისო ორგანიზაციებს, გინა გაეროს, გინა ვენეციის კომისიას და სხვას. ბატონებო, რომ აღარ მოგაწმინდოთ ჩემი ესე ვთქვათ ამ საუბრით ძალიან დიდი სიყვარულით გეფერებით. დიდ მადლობას მოგახსენებთ. პირველ რიგში მინდა ვეცდებ, რომ ჩვენთვის და თქვენთვის საყვარელი ადამიანის ეროვნულ მოძრაობასთან დაკავშირებული კაცის, ვინც ამ მუზეუმს სათავეში ედგა გივი ელიევა. მე ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო და ესეთი პიროვნება იყო და ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა, რომ რამდენიმე შეხვედრა მასთან მქონდა. ამაში, როდესაც ეს დიდი კაცი გარდაიცვალა, ძალიან შევწუხდი, რომ მეგონა რომ მთელი საქართველო იქნებოდა აქ მაშინ იმდენად, რამდენადაც მართლაც მეჭუჭლეთ უხუცესი იყო, მან შემოინახა ბევრი რა. და როდესაც ნახავენ გავდადგება დრო ამ მუზეუმს, ბევრი რამ, რომელსაც ელოლიაობდა და უვლიდა ბატონი გივი, შეიძლება აქ აღარ აღმოჩნდეს. ნახავთ ამას, ალბათ მე ძალიან მძიმე ცუდი ბევრი ინფორმაცია მაქვს, მაგრამ ღმერთმა ქნასჭურის არ გამართლდეს და ყველაფერი იყოს სწრაფად წარმოუდგენელი. აქ ბატონმა მიხეილმა მოგახსენათ და მეც მინდა ხაზგასმა გავაკეთო, რომ ჩვენ შემთხვევით არ ჩამოვედით აქ. ჯერ ერთი 21-ში იქცევა თემი მსოფლიოებას ამბობდნენ და ჩვენ ვიფიქრეთ, რომ ჭყონდიდში ჩავიდეთ და ჭყონდიდელის ძალაც გადაარჩენს თქო და ამიტომ გადავწყვიტეთ, მაგრამ თავარი ის იყო, რომ ამ ორი დიდი პიროვნების, დავით აღმაშენებლისა და ჭყონდიდელის ურთიერთობა მსოფლიო ისტორიისათვის ერთი დიდი მაგალითია მსოფლიო ისტორიისათვის. სამწუხაროდ არისტოტელესა და დიდი მხედართმთავრის ურთიერთობა იციან, მაგრამ ჩვენ ვერ შევძლებთ ქართველებმა, რომ გაცილებით უკეთესია ის, რაც დაკავშირებულია დავით აღმაშენებელსა და ჭყონდიდელთან და ჩვენ ვერ შევძლებთ, რომ ეს მთელი მსოფლიოსათვის გვეთქვა ისე როგორც ეკადრება, იმიტომ რომ ჭყონდიდელი მთავარი საეკლესიო პირი გახდა და როდესაც მეფეს დაჭირდა ეს მთავარი საეკლესიო პირი მთავრობის თავმჯდომარე გახდა პრაქტიკულად ქვეყანაში და ასე მოაწესრიგა ძალიან ბევრი რამ. მე მახსოვს ისტორიიდან, რომ როდესაც 16 წლის მეფეს გვირგვინს ადგავდა დავით აღმაშენებელს ჭყონდიდელი, მეფე ეკითხება, რა უნდა გავაკეთო თქვენო უწმინდესობო იმისათვის პირველ რიგში, რომ საქართველო ფერსზე დადგესო. ჭყონდიდელის სიტყვები, ღირსება დაუბრუნეთ დიდე მეფო ქართველ ხალხს. აი ეს არის ჩვენთვის, ჩვენი პარტიისათვის, თეთრებისათვის თავარი რამ. გვექნება ღირსება, ვიქნებით ძლიერები, დავკარგავთ ღირსებას, არ გვექნება არაფერი. ჩვენ უნდა ვაღიაროთ, რომ წავიქეცით
ეს არის დღევანდელი საქართველო რეალურად, მაგრამ ჩვენ ვართ ის ხალხი, რომელსაც ადგომა გვინდა და ეს ორიზებები, შეხვედრები, რომელიც ამ დღეებში ქონდა და გაგრძელდება, თუნდაც 4 რიცხვში რაც შედგება, ეს არის ღირსებისათვის ბრძოლა, ღირსების დაბრუნების ბრძოლა. რომ არავის შეძლოს, თუ ამერიკაშია შეუძლებელი, რომ ერთი დღე არ უნდა გადაჭარბდეს პრეზიდენტის მმართველობა და 8 წელზე მეტი არავის არ აქვს უფლება ამერიკაში პრეზიდენტი იყოს. რატომ შეიძლება რომ საქართველოში თვითონ პრეზიდენტმა გაიხანძლიოს 1 წლით ვადა? და მე გულისხმობა ამერიკელებზე, რომლებიც ფიქრობენ იმას, რომ ამერიკაში არ შეიძლება, იმიტომ რომ ისინი თურმე ძლიერები და დემოკრატიული და ცივილური ქვეყნები არიან. ჩვენთან ეს შეიძლება, იმიტომ რომ ჩვენ მათთვის როგორც ჩანს, ველური ქვეყანა ვართ, პაპუასების ქვეყანა ვართ. ბუდიში მოიხანდო და სიტყვები წაიღონ უკან. ორმა ქვეყანამ, ამერიკამ და რუსეთმა დააქციეს ეს მსოფლიო. ამათმა ბრძოლამ შეჭამა ძალიან ძლიერი ქვეყნები. და მე მივესალმები და ვოცნებობ ისეთ საქართველოზე, როდესაც იქნება ხელისუფლება, რომელიც გარედან არ მოიმართება. არც კრემლს გაეგება ფეხქვეშ და არც ხეთს. ან არცაც არ უნდა გაეგო, ან უნდა შეძლო, რომ ორივესთან კარგად იყო. ეს არის ხელოვნება და კულტურა. სუსტები ერთს მიეკეთებიან და მეორეს ომს უცხადებენ. ძლიერები არცაც ფეხქვეშ არ გაეგებიან და თავის ეროვნულ ღირსებას დაიცავენ. ჩვენ ხალხმა უნდა გადავწყვიტოთ ის, რომ საქართველოს ყავდეს ხელისუფლება, რომელიც არავის ფეხქვეშ არ გაეგება, მაგრამ ღირსებით მოემსახურება თავის ხალხს და თავის ქვეყანას. ჩვენ აქ არც რუსეთი გვინდა და არც ამერიკა გვინდა. ეს არის საქართველო და საქართველოში უნდა ჭექდეს ქართველი სიტყვა, ქართული სიტყვა, როგორც ეს ჭყონდიდელთან, დავით აღმაშენებელთან იყო დაკავშირებული და 2000 წელს იციან ძალიან კარგად მარტივში. ეს არის ჩვენი უპირველესი და უმთავრესი რამ. მე ზატომ ვთქვი, ახლა ჩვენ გარკვეულწილად მოლაპარაკებული ვართ ბატონი მიხეილიც და მეც იმის გამო რომ თქვათ ისეთი რამე არ გავიმეორო და დავეთანხმო იმას, რასაც ბატონი მიხეილი საუბრობდა და მე ამ დროს მინდა გითხრათ რომ დღეს სააკაშვილი რატომ ამიტომ ამოიღო ბოლო პერიოდში ხმალი. იცის მან რომ წაგებული ეს ომი, მაგრამ რა შეია საქმე? დღეს ამერიკას და რუსეთს ორთავეს ძალიან ჭირდება სააკაშვილი. რატო ჭირდება ამერიკას? ამერიკას ჭირდება რომ არ თქვას სააკაშვილმა რატომ დაიწყო ცხინვალის ომი. ამერიკისათვის კატასტროფა იქნება. რომან გულართილად ილაპარაკოს, ვინც სააკაშვილს იცნობს, იცის რომ რა ლომგულია ეს ბჭყალებში. რისი ომის დამწყები იყო სააკაშვილი მიწაზე ფორთხავდა, როცა ქართული ხალხს და ქართული ჯარს გამხნეობა ჭირდებოდა. ეს არის ტყუილი. და უბრალოდ ეს არის ის რომ მას დააწყებინეს ეს ომი. ამერიკას უნდა რომ არ თქვას, როგორ დააწყებინეს, რუსეთს უნდა რომ თქვას. ორივესთვის საინტერესო გახდა. ქართველი ხალხისთვის არის უინტერესო. ამერიკისათვის საინტერესოა, რუსეთისათვის საინტერესოა. ჩვენი ძალა არის იმაში, რომ როდესაც ეს კაცი ჭირდება ორთავეს და არ ჭირდება ქართველ ხალხს, მაშინ ვიტყვით ქართველი ხალხი რომ ჩვენ არ გჭირდებით და ვისიც გინდა იმის იყავით. ჩვენ ვართ ღირსებით სავსე ადამიანები და არ გვინდა პრეზიდენტი, რომელიც ვიღაცის დავალებით ომს იწყებს და დღეს ახლა ომია იმაზე, რომ იტყვი თუ არ იტყვი ამას. ამერიკას უნდა არ თქვას, როგორც გითხარით, რუსეთს უნდა რომ თქვას, იმიტომ რომ რუსეთი ძალიან მოგებული დარჩება თუ სააკაშვილი მოყვება ყველაფერი იმას, როგორადაც მოხდა ამ ომის დაწყება. და მეორეც 30 მილიარდი კუპონი კი არა და ლარი კი არა, დოლარია საქართველოში არასამთავრობო სექტორისათვის, არასახელმწიფო ორგანიზაციებისათვის შემოსული 1992 წლის შემდგომ. 30 მილიარდი, ეს გაცილებით მეტია, ვიდრე ამ პერიოდში ჩვენი ბიუჯეტი იყო. 20 თეთრი საქმე, ამ 30 მილიარდს საქართველოსთვის და ქართველი ხალხისთვის არ გაუკეთებია. ამ ფულის დიდი ნაწილი დაბრუნდა უკან, ვინც ის მოგცა. 20-30% პირდაპირ დაუბრუნდა უკან, ანუ ეს იყო დიდი ქთამი. არავის არ აწყობს, რომ ეს სქემა გაიშიფროს და არავის არ აწყობს, რომ ითქვას სააკაშვილისაგან სად მიდიოდა და ვისთან მიდიოდა ეს ფული უკან. თქვენ ნუ გონიათ რომ რომ გამოდიან უცხოეთში და მხარს უჭერენ, მათ ძალიან კარგად იციან, ჩვენზე უკეთსაც იციან, რომ ის არის დემოკრატია სააკაშვილი და მან ფეოდალური აზროვნება და ფეოდალური მმართველობა და ასე იგი გააძლიერა საქართველოში 21 საუკუნის ფეოდალიზმია, ეს როგორც არის ჩვენთან. თქვენ ძალიან კარგად იცით, რომ ერთი კაცის დებასურიზმზეა ყველაფერი. და თქვენ ძალიან კარგად იცით, რომ ბევრ რამეს, რომელსაც გოროზიები ვერ ლაპარაკობენ,
და ოჯახების ღირსებასაც შეეხებია ზოგიერთი რამ მარტვილში მომისმენია მე ეს ყველაფერი წინა შეხვედრების დროს სამარცხვინოა როდესაც თქვა აი პრეზიდენტს ყველაფერი შეუძლია იკადროს აკადროს ოჯახს კაცს ვიღაცას დააშენო რაღაც საშინელებები აკეთოს და მონებივით რომ უდგანან გვერდით კოროზიებმა დაადასტურეს რომ მონები არიან სამწუხაროდ მონები არიან მაგრამ არა ღირსება ეს არის სამწუხარო მე მარტვილს და მარტვილებს უწევ პატივს ჩემთვის უდიდესი პიროვნება იყო და რჩება დღეს მაგალითოდაა ის როგორც სულიერი ჩემთვის არ მომარაგს ამით აი ესია მაგალითოდაა და მე ვერ გეტყვით ისეთი დიდი სიყვარული როგორც მას გააჩნია მარტვილისადმი ძალიან ბევრს აქვს თუ არა რომელიც მარტვილიდან წავიდა ან ვთქვათ ბატონი რობერტ ადამი აკადემიკოსი უძლიერესი პიროვნება რომელიც სულ რამდენიმე ხნის წინ გარდაიცვალა მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი მე ძალიან ბევრ ვინმეს ვიცნობ და აი მიხარია რომ ამ დარბაზში არიან ადამიანები რომელთაც ძალიან დიდი ხანია ეს კონტაქტები გვაქვს და ურთიერთობთ მე ღირსებით წავსე ადამიანს თუნდაც რომ არ მოწონდე მე მას პატივს ვცემ მაგრამ ის ვისაც ოჯახს შეუგინებენ ყველაფერი შეუგინებენ და ხმას არ მოიღებს მას არავითარი ღირსება არ გააჩნია და თქვენს დღეს ძალიან კარგად იცნობ დიდი თუ პატარა ბიზნესი რა ბიზნესი უნდა იყოს დღეს ვთქვათ მარტვილში მაგრამ ერთ ოჯახთან და ერთ კლანთანაა დაკავშირებული და ცხოვრობენ როგორც ხელისუფლება ცხოვრობს და სააკაშვილი ისე როგორც არაბ შეიხებს რომ შეშურდებათ და ჩვენ მოსახლეობას ვაცხოვრებენ ისინი აი როგორც ვთქვათ აი ნიგერიელები ყველაზე გაერო რომ აღიარებს რომ ყველაზე გარიბად ცხოვრობენ ერთი როცა იქნები თბილისში იკითხეთ სიხარულის ქუჩა და სიხარულის ქუჩა ნომერ 5-ში რამ ვილა აქვს აშენებული ცხინვალის ომის შემდგომ სააკაშვილის და ბარათაშვილის ხიდზე ნახეთ რომ გადმოხვათ მე-7 სართული რომ არის დაშენებული და იკითხეთ ერთი თუ რომელიმე შეძლებ მე-7 სართულზე მინდა ასვლათ ხო თუ სადარბაზოს მოწევნით ან შესასვლელს ეს არის დღეს პრეზიდენტი რომელსაც ძალიან ეშინია იმიტომ რომ ეშინია იმის რომ ყველაფერი ესენი გამოვა გარეთ და ყველაფერი ამას გაიგებს ხალხი ჩვენ არ გვინდა როგორც იტყვიან და დამთავრდეს დიდი მარხვა და იმის შემდგომ 30 სახლის სურათს დავსტამბავთ სადაც იქნება ძალიან დიდი რაოდენობა სახლების ეს არის სააკაშვილის ეს არის მერაბიშვილის ეს არის ამ ადამიანების დღეს ამ დარბაზში თუ ის გარეთ ვინც მოისმენს მე ყველას მინდა ვკითხო თემურშაშიაშვილი მოგწონს არ მოგწონს ეგ არ არის თავარი მე ვეკითხები ყველას პრეზიდენტი რომელიც გუშინ წინ გამოვიდა ბელგიაში და თქვა ასეთი რამ რომ საქართველოს საბჭოთა კავშირის დროს ყველაზე ჩამორჩენილი ქვეყანა იყო და ყველაზე კორუმპირებული ქვეყანა იყო არა ხარ შეურაცხყოფილი ვინც ვაზროვნებ ჩვენ არ არის ეს შეურაცხყოფა ყოველი ადამიანის საქართველოს თურქმენეთზე ჩამორჩენილი იყო უზბეკეთზე ჩამორჩენილი იყო ტაჯიკეთზე ჩამორჩენილი იყო ყირგიზეთზე ჩამორჩენილი იყო ჩვენ მთელი მსოფლიო აღიარებდა რომ საბჭოთა კავშირის დროს ვიყავით პირველები და იმის გამო რომ წარმოაჩინოს თავისი თავი თუმცა ჩვენი მამები ჩვენი ბებიები ჩვენი ბაბუები ჩვენი წინაპრები არაფერი ყოფილან მე ჩემი წინაპრის ტრადიციას და წარსულს ისევე როგორც თქვენ ვერ გავათელინებ ვერავის იმისათვის რომ მან იტრაბახოს ევროპაში შეურაცხყოფა მოგვაწინა ყველაში შეურაცხყოფა და მე გუშინ ქუთაისში როცა ეს ამბავი მოხდა ასეთი რამ ვთქვი რომ ყველა ქალაქი დაიცავს ღირსებას რომელიც ასეთ პრეზიდენტს თავისთან არ ჩამოუშვებს მე არა ვარ როგორც მოქალაქე სააკაშვილმა იაროს ქუჩაში და ქუთაისში როგორ შექცევა ნახოს მაგრამ ის აღარ არის უკვე საქართველოს პრეზიდენტი რომელმაც თქვა რომ ჩვენ ყველაზე ჩამორჩენილი და ყველაზე განუვითარებელი და ყველაზე კორუმპირებული ქვეყანა ვიყავით არ იყო არ ჩემი ბაბუა არ ჩემი ბაბუის ბაბუა არც თქვენი წინაპარი არ იყო კორუმპირებული და ჩამორჩენილი ჩვენ ღირსებით ცხოვრობთ და ღირსებით მოვიტანეთ ენას მამულიც და სარწმუნოებაც ეს არის ჩვენი სიძლიერე და ვერავის ვერ გადავატანებთ მას მეორე მერაბიშვილი რომელიც იყო პრემიერ-მინისტრი შეიძლება რომ ვინმე უჭერდეს მოაზროვნე ადამიანი ვიმეორე მოგწონს არ მოგწონს თემურშაშიაშვილი ეგ არ არის თავარი შეიძლება მოგწონდეს პრემიერ-მინისტრი ან პიროვნება მერაბიშვილი გაუნათლებელი კაცი ვინც მას იცნობს ჯერ ტელევიზიით რომ გამოდის გძნობთ ამას კაცი რომელმაც თქვა მე არ ვიცი ქართული ტრადიცია რას ნიშნავს მე არა ვარ მართლმადიდებელი არც ერთი რელიგიის მიმდევარი არ ვარ ჩემი წინაპრები კათოლიკელი იყვნენ და ქართულ ტრადიციას პატივს არცენ ქართულ ღვინოს გემო ვერ გაუგებო ვეხლა ასეთი კაცი იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრი პრეზიდენტმა არ მოგვაყენა შეურაცხყოფა რომ ასეთ კაცს მიცა რეკომენდაცია საქართველოს პრემიერ-მინისტრად
მე ამერიკელებს ვეუბნები თქვენს ქვეყანაში მერად გუბერნატორად საქმე რომელიმე თანამდებობაზე მოითმეთ კაცს რომელიც იტყვის რომ მე ამერიკის ტრადიციებს ავწევ პატივსო ჯერ ამერიკელებს ტრადიცია არ აქვთ მაგრამ რომ თქვას ესეთი რამ იმას იქ არ აირჩევენ ჩვენ რა პაპუასების ქვეყანა ვართ როცა ასეთი ხავს რომ დაუჭიროთ ხარი ესე იგი ვინც იყო სოროსის ინსტიტუტში ვინც იყო მასე რა ქვია ეს თავისუფლების ინსტიტუტში ის ხალხი რომ დააჭდა ყველგან ასაჭდნენ გოროზიები ასაჭდნენ ხელისუფლების სააკაშვილის ხელისუფლების 99% ეს არის თავისუფლების ინსტიტუტის იდეოლოგია ეს არის იდეოლოგია რომელიც არ ცნობს ადამიანს ცნობს მოქალაქეს და ჩვენ ჭკონდიდები დავით აღმაშენებელი და ჩვენი რელიგია გვეუბნება რომ ადამიანია მთავარი ფასეულობა ადამი და ევა ჩვენი სიტყვა ადამიანი ამისგან შედგება ადამსაც და ევასაც შეიცავს არ არის სოფლიოში მეორე სიტყვა ქვეყანაში სადაც ერთ სიტყვაში ასე იყოს მოცემული თემის სარწმუნოება ადამი და ევა რომლის სახელთანაც კაცობრიობაა დაკავშირებული და ჩვენ გვეუბნებიან რომ თქვენ ადამიანები კი არ უნდა იყოთ მოქალაქეები უნდა იყოთ აქ არის ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი გამორჩეული პიროვნება ბატონი ზურაბ ბიბოვა მათ არ უნდათ არაინტერესებს ბატონი ზურაბ ბიბოვა იმიტომ რომ ის ეროვნული კაცია არაინტერესებს ვაი დაგერ ჩვენი პარტიის ეროვნული აკაკი გაბისონია არაინტერესებს ბატონი აკაკი გაბისონია როგორც ადამიანი მათ აინტერესებს მოქალაქე ზურაბ ბიბოვა მოქალაქე აკაკი გაბისონია იმიტომ რომ მოქალაქე ცხოვრობს კანონით ადამიანის ზნეობით მათ არაინტერესებს ზნეობა მორალი მათ აინტერესებს ის რომ ჩვენ რაღაც უშნო კანონებით ცხოვრობდეთ 4 იანვარმა უნდა დაასრულოს ეს ქვეყანაში ქართველი ხალხისთვის ეს ღირსების საქმეა ჩვენ ვამბობთ რომ ჩვენ ვიბურნებთ ღირსებას ჩვენ ვართ ის ხალხი რომელმაც უნდა ვიცხოვროთ ადამიანურად და ადამიანურ საზოგადოებაში ჩვენ არ გვჭირდება უცხოეთის გრანტებისათვის შექმნილი არასამთავრობო ორგანიზაციები რომლებიც ტოლერანტობაზე გველაპარაკებიან და სამოქალაქო საზოგადოებაზე გვეუბნებიან საქართველოს არის ადამიანთა საქვეყანა საქართველოს არის ადამიანური საზოგადოება მე მინდა ვიცხოვრო ადამიანურ საზოგადოებაში მე მინდა ვიცხოვრო ისე რომ ჩემშვილს ლაჩარი მამა არ ყავდეს და ვიცხოვრებ მაშინ როდესაც ღირსებით ვიქნები და ღირსება მექნება დიდი მადლობა გისურვებთ წარმატებებს და არწმუნებული ვარ რომ 4 იანვარი დიდი დღე იქნება საქართველოსთვის ამათაც ერთსულოვნად ერი ქვეყანა დაადასტურებს იმას რომ ჩვენ ერთსულოვანი ვართ მთელი საქართველოს საქმეში იმიტომ რომ ორგულმა და უგულო ადამიანებმა დაღუპეს ეს ქვეყანა ჩვენ ერთგული ადამიანები ჭირდება ერთსულოვნება მხოლოდ ერთგული შეუძლია გამომარჯოს ერთგულ ადამიანებს რომელმაც იციან ერთსულოვნება აი ეს მემორიალი რომელიც დაიგო აქ არის ისტორია ასახული ის შექმნიდან მოყოლებული აქ სამომავლოზე არ არის ლაპარაკი თქვენ ნახავთ რომ ეს იყო ქართული ბიბლია როგორც მას პატრიარქმა უწოდა რომ დარწმუნდეთ თქვენ რომ ჩვენ ზეპირად არ ვლაპარაკობთ აი ამ ბროშურაში მოცემული არის ანალიზი ჩვენ 18 ტომზე მეტია უკვე ალბათ 20 ტომი იქნება საუბარი რომელსაც გაუგზავნით პროკურატურას და ვეთქვით საქართველოს მოსახლეობას მოუწევს გენოციდი შვიდობა მოგცეთ ჩემო უსახურეს ვაღმო მარტივებმა პოდმარკეტა დალოცილი იყავით იმ სიმაღლეთ რომლითაც უფალი გლოცავს ყოველთვის ყოველდღე ყოველ წამს დიდება იყოს თქვენი სიმაღლისა ამ უფლის მიწაზე მე ვიტყოდი ერთ რაღაცას მე ვარ წევრი ამ უსახურესი ორგანიზაციისა ერთსულოვნება მე ერთ რაღაცას გეტყვი იმ სიყვარულით მოაწერეთ ხელი ამ კაცის გადაყენების თაობაზე მოვიშოროთ ეს ჭირი ჩვენ ქართველებმა საქართველოს შვილებმა მოვიშოროთ ეს ჭირი რომ ჩვენი შვილების წინაშე ჩვენი შვილიშვილების წინაშე ჩვენი წინაპრების წინაშე ჩვენი მომავლის წინაშე ჩვენ მართლები ვიყოთ რომ გვეთქმოდეს რომ ჩვენ გავუშვით ეს პრეზიდენტი მანამ დედამიწაზე ვცხოვრობთ შვილებსაც და შვილიშვილებსაც ვთქვათ რომ ჩვენ მოვიშორეთ ეს ჭირი ჩვენ მოვიშორეთ არა სხვა ბიბლიაში წერია ასეთი რამ ახსენდება სალმუნში წერია ასეთი რამ კაცი პატივსაშინა იყო და არა გულისხმავ მან ბაძვი დაისპირუცა უგუნურსა და მიემსგავსა მას აი ზუსტად ეს არის სააკაშვილი პატივშია არა პირუთვია აბატია თავსიყვარს როგორ შეიძლება ქართველმა ხალხმა ამ დაუნს უსმინოს ამ არა
საშველი იმისი რომ მაგათ კლანმა კიდევ აღარ გამიდა მაგათი მარამხოლი მაგათია დავსიტყვას ეს არის სირცხვილი რომ ქართველმა კაცმა დაიჭართოს ტელევიზორი და მაგის შუდობს უსმენს ქართველები ვარ ჩვენ დიდი მამულის პრობლემები დიდი სულიერების პრობლემები შეიძლება მიწა არ გქონდეს მაგრამ სულს ვერ ჩაკრავენ ადამიანი რომ ხორცით მოკლა ის მორას ვერ მოკლა ქართველი კაცის მორას აი ესა ვარ ქართველები და ყველას ვთქვით იმას რომ ბოლომდე დაუდგეთ ერთმანეთს გვერდით და ეს სახადი ჭირი მოვიცილოთ და მე მინდა მანდილოსნებს მივმართო ჩემ მარტივზე მანდილოსნებს იმიტომ რომ ქართველები როცა მიდიოდნენ ბრძოლაში მეომრებს ზუგს უმაგრებდნენ ქართველი ქალები მე ამაყი ვარ იმით რომ ამ ბრძოლაში ვარ ჩართული და ვიქნები ჩემი სისხლის ბოლო წვეთამდე სადამდე ჩემი სული შეძლებს არსებობას ჩემს სხეულში და სადამდე ის გამეცლება იმიტომ რომ ჩემს უკან დგას ჩემი მომავალი თაობა ჩემი შვილები მე ორი შვილის დედა ვარ და ვალდებული ვარ პასუხი ვაგო მათი მომავლისათვის მე ახალციხის ტერიტორიიდან იქ სადაც დიდი შოთას ძეგლი დგას ბატონ მიშას ვაი ბატონობას მივმართე რომ ის არის სახადი და ჩვენ ეს სახადი უნდა მოვიციოთ ქალებო და ქართველებო თქვენს უკან დგევართ ჩემო დიდო მეომრებო ასე მოგმართავთ და ვიდგომებით ცრემლები მომაწვა ვაპატიეთ იქამდე სადამდე საჭირო იქნება საქართველო არასოდეს არ დაიჭირებს და საქართველო იქნება იქ სადაც მისი ადგილია და ეს არის ყველაზე მაღალი მწვერვალი მსოფლიოში ეს არის ადგილი სადაც სირინოზების ხმა ისმის სადაც ქართველი დედები იავნანას მღერიან და მოდით რა რაღაცა საძაგლობების მაგივრად ჩვენი შვილები იავნანათი გავზარდოთ არ დავიჩოქოთ ქართველო ქალებო ჩვენ წავიდეთ წინა პლანზე იქ სადაც ქართული სული ღაღადებს და სამშობლოს ტკივა იმ ადგილზე მივიდეთ სადაც მისი ჭრილობაა და მაშინ ყველაზე ძლიერები ვიქნებით დღეს არის ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა მარტვილში არის სამეგრელო ზემოსვანეთის რეგიონალური ორგანიზაცია ჩამოყალიბდება მარტვილში ეს არის ერთსულოვნება რომელიც პატრიარქის კურთხევით ერთი წელიწადია ფუნქციონირებს მას საფუძველი ჩაეყრება დღეს მარტვილში ჩვენთან სტუმრობენ ძალიან ღირსეული ადამიანები ერის მამულიშვილები რომლებთაც დიდი სიხარულით შეხვდა მარტვილელები და რაც შეეხება გუშინდელ ინციდენტს გული ვკივას უყველას რამე თუ პრეზიდენტმა რატომღაც არ ისურვა და ექსტრემალურ სიტუაციაში გადაიფიქრა მარტვილელებთან მის ამომრჩევლებთან შეხვედრა ის რაც დავით აღმაშენებელს უთხრა ჭყონდიდელმა როცა გვირგვინს ადგამდა საქართველოს მომავალი ექნება მასში როდესაც ქართველ ხალხს ღირსებას დაუბრუნდა და დავით აღმაშენებელი მას გააკეთა დღეს საქართველო იბრუნებს ღირსებას უარს ეუბნება იმ კაცს რომელიც არის საქართველოს პრეზიდენტი დღეს და ეუბნება რომ 5 რიცხვში თქვენ გიმთავრდებათ თქვენი ვადა და აღარ არსებობს უკვე არავითარი საშუალება მორალური ზნეობრივი ადამიანური თქვენ გააგზავნოთ პრეზიდენტობა ჩვენ ვართ კაცმოყვარე ხალხი ქართველები მე მიხარია ისას ნახე ჭყონდიდში აი მართლაც აი ამ ჭყონდიდელის დიდ როგორც იტყვიან დიდ სამშობლოში ასეთი ქართული სული ტრიალებს და ეს განწყობა რომელიც აქ არის ჭყონდიდში თქვენ ნახეთ როგორია ეს და ამიტომ მე ძალიან მიხარია რომ ასეთი დიდი შეძახილი აქვს ქართულ ხალხს ზნეობრივი მართალი და ღირსეული გიმთავრდება საპრეზიდენტო ვადა და წადი სხვა ყველაფერი არის უღირსობა და ის რაც აკადრა ბელგიაში გამოსვლისას პრეზიდენტმა მე მიმაჩნია რომ როგორც პრეზიდენტი არც ერთ ქალაქსა და რაიონში არ უნდა შეუშვალ სადაც ღირსება გააჩნიათ როდესაც კაცი იმას იტყვის რომ საქართველოს ყველაზე ჩამორჩენილი და ყველაზე კორუმპირებული ქვეყანა იყო ყოფილ საბჭოთა კავშირშიო ამაზე ასეთ შეურაცხყოფას რომ მიაყენებ ქვეყანას უკვე აღარ ახარ პრეზიდენტი ვით უფრო კონსტიტუცია გეუბნება რომ დამთავრდა შენი საპრეზიდენტო ვადა იმეორებ ეს არის თავისუფალი მარტვილი და თავისუფალ ადამიანებს შეუძლიათ სასწაულის მოხდენა ის კი არ არის რომ როგორც გუშინ სააკაშვილი საუბრობდა რომ მარტვილი საკრებულო დავიცვათ მარტვილი დაიცვა ვინმე ვიფიქროთ მარტვილზე და არა საკრებულოზე მარტვილს სხვა დამოკიდებულება ჭირდება და ვინმეს ნუგონია რომ გზა რო გაიყვანეს 10-12 მილიარდია უკვე საქართველოს ვალი და ხელისუფლებამ თქვენ რომ ნახოთ როგორ ცხოვრობენ ისინი ხელისუფლების წარმომადგენლები რასახლები და სასახლეები აქვს თბილისში პრეზიდენტ სააკაშვილს ვიმეორებ მე თემურ შაშიაშვილი ვამბობ ამას თუ თქვათ ეს არასწორია პრაქტიკულად შეგიძლიათ თქვენ
ესე იგი მიჩივლოთ და პასუხი მაგებინოთ ამისათვის, ხო? მაგრამ ნახეთ სიხარულის 5 ნომერი, ვისი ეს სახლი? სად ააშენეთ ეს ცხინვალის ომის შემდგომ, როდესაც არაბ შეიხებს შეშურდება ისე ცხოვრობ თქვენ ხელისუფლების წარმომადგენლები სააკაშვილი და მისი კლანი, რომელსაც ქართული არაფერი გაუკეთებიათ და ამ დროს ხალხი ასე ცხოვრობს. მარტვილში არის და საერთოდ საქართველოში არის ხალხი გმინავს უმძიმესი მდგომარეობაა. მე მინდა უთხრა რომ ყველას უთხრა რომ ვინც თანამდებობისთვის იბრძვის თქვენ იცით სადმედი ხართ თანამდებობებზე ან რომ ხართ თანამდებობებზე რადგინდა დარჩენა მოგეცათ საშუალება რომ ღირსეულად წახვიდეთ წადით რა ამ თანამდებობებიდან იმიტომ რომ მდგომარეობა არის ურთულესი და ვიდრე ხალხს მართლაც აქვს კიდე ხმენის რაღაც რესურსი დარჩა მანამდე წადით და მიიღეთ გადაწყვეტილება მე არ მგონია რომ ესე იგი მარტვილში ეხლა დღეს ის ხალხი დარჩეს კიდე რომლებაც შეჭამეს გაანადგურეს და ღირსების წარწმევა უნდათ მარტვილისათვის მაგრამ ვერ შეძლოს იმიტომ რომ მარტვილი ძლიერია ივესალმები ძლიერ მარტვილის და მიხარია რომ აი მუზეუმში ვარ რომელიც გივი ელიევას სახელთანაა დაკავშირებული გავადრო და შეიძლება ბევრი რამ აღმოჩნდეს რომ ამ მუზეუმში ბევრი რამ რომელსაც ელულიაოებოდა გივი ელიევა დიდი კაცი მართლაც მეჭუშოთ უხუცესი შეიძლება აღარ იყოს და პასუხს აგებენ და მე ძალიან გულიმწყდება რომ ზოგჯერ მისი გვარის ადამიანებთან არის ეს დაკავშირებული და ის რაც გუბერნატორმა დღევანდელმა ყოფილმა მინისტრმა და სხვაებმა ძმებმა გაუკეთეს კიდე მარტვილს მე არ უსურვებდი რომ საქართველოში რომელიმე ადამიანს თავისი სოფლის ქალაქის და რაიონისაც გააკეთებინა აქ იმისთვის შევიკრიბეთ, რომ გადადგეს გამგებელიც და საკრებულოს თავმჯდომარეს. ჩვენ აქ თვენახევარია ვდგავართ, თვენახევარია ვდგავართ იმისათვის, რომ ესენი გადადგნენ. ბოლოს მივახციეთ შეთანხმებას და 4 დღეა დაუთმეთ სამშაბათამდე მათ ადგილი. გამგებელი დაწერს განცხადებას და შემდეგ საკრებულოს თავმჯდომარეს დაწერს თავის განცხადებას და სწავლენ და დატოვებენ ამ გამგებლობას. კრიმინალებით არის სავსე. იმის საშუალება და იმის უფლება ხომ გვაქვს, რომ ჩვენი ავირჩიოთ და ეს კრიმინალები გავიდეს აქედან, რომლებიც მართავენ მთელ რაიონს მართავს ჩემო კარგო 3 კლანი. მეუპე ინჯია გოროზია, ძველი კადრი ინჯიასი, ახალი კადრი ინჯიასი მოდის. ახლა გრიგალავას გამოჩნდა. როდემდე უნდა ვიყოთ ხალხის რჩეული ხო უნდა მოვიდეს ბოლოს და ბოლოს.